ესხნეს წმინდას ამას ორი დიაკონი და იყვნენ იგინი ხამნის მკერვალ. ესე იგი ეს დიაკონები იყვნენ, მაგრამ თან შრომობდნენ და ამითი სარჩოს ამითი შოულობდნენ. და იყვნენ იგინი მახლობლად ურთიერთს, ახლო ერთ-ერთი გვერდ-გვერდ ცხოვრობდნენ. და ერთ ამას ესვა ცოლი და შვილნი მრავალნი და დედამამანი. დიდი ოჯახი იყო. ხოლო იგის დიდომა შეწევნით და ღვთისაიცა და შრომისაგან ხელთა მისთაისა, ხოლო მეორე იგი ვერცაღა თავსათვისა შემძლებელი იყო გამოდას და იყო იგი კეთილმოქმედ საქმისამის უფროსისა მეორისა. ესე იგი, უცნაური ამბავი იყო, ორი დიაკონი იყო, ერთ ცოლ-შვილი ყავდა მშობლები და ესე იგი ეს არჩენდა ამ ოჯახს წარმატებულად, ხოლო მეორე რომელიც უკეთეს ფეხსაცმელებს კერავდა და უკეთესად შრომობდა. ესე იგი, ვერ ყიდიდა ამას რა და საკუთარ თავსაც ვერ ირჩევდა. არც ახო ეკლესიათ მივიდოდა იგი და ესე იგი ეკლესიაშიც კი არ დადიოდა, დღე-და-ღამე შრომობდა ეს მეორე დიაკონი რა. ეშურებოდა მოყვას ამასთვის, ხოლო პირველი არა განეშორებოდა ეკლესია, ხოლო პირველი სულ ეკლესიაში იყო. და მიუხედავად ამისა, მაინც კარგად გამოსდიოდა ეს საქმე, გაყიდვა რა. და დღეს აერთსა რქვა მას მოყვას ამ მისმან, გევედრები შენ მითხარ მე, თუ ვით არ განვდიდრდი შენ, გინა მე ვით არ გახაკვიქმენ და მე ვიქ უფრო ისენსა, მე უფრო შენზე მეჩნობდა რანაირად. ხოლო მეორეს ამას უნდოდა რა იცამსა დააჩვია მისვლად ეკლესიას, უნდოდა რომ ეს ამასაც ეულა ეკლესიაში. და რქვა მას მეც აუდეს ვიყავ უპოვარ და ვინაიდან ვიწყე მისვლად ეკლესიას, ოდეს მე პოვი გზასა ზედა ვერცხლი და მის გამო გამდეთ. ერთხელაც ეკლესიაში რომ მივდიოდი, გზაში ვერცხლი ვიპოვე და იმიტომ გამდედი. არამედ უკვე თუ მერჩდემე, გიხმოდე რათა ჩემთანაც ამოხვიდე ეკლესიას და ყოველივე რაიცა პოვ მოგცე შენ ნახევარი. ესე იგი ერთხელ ხო ვიპოვე და კიდე რომ მივდივარ ხომ ეკლესიაში რაღაცებს პოვობდა. თუ წამომყვები, რასაც ვიპოვე მოკლედ გაგიყოფ რა. ამას მოეწონა და ხოლო მან დაუჯერა და მივალ მისთან ეკლესია და აკურთხა ღმერთმა ნაშრომის და გამდერდა იგი. და დაიწყო ამან ეკლესიის შერულა, რომ დაიწყო ეკლესიის შერულა, აკურთხა ნაშრომი მისი და გამდიდრდა ეს კაცი. და ბოლოს ის პირველი დიაკონი ეუნება. იხილეა ძმაო ტყუილი ჩემი, ვით არ სარგებელ გიყო სულსა და ხორცსა ნახე ტყუილი გითხარით, მაგრამ რა კარგი გამო. მართლიად გეტყვით არმედ არაიოდეს მიპოვნია მე დაგდებული გზასაზე და არასოდეს არ მიპოვია სინამდვილეში. გარნა უფალი ჩვენი იტყვის, ეძიებდით პირველად სასუფეველოსა, ცაცასა და სიმართლესა მისა და ესე ყოველი მოგეცეს თქვენ. ამისთვის ეკლესიას მისვლაი გარქვი, რათა დაგაჩვიო ეკლესიას მისვლასა და გიპოვნიანცა მადლი კეთილი. მიიწია ამ ამბავმა წმინდისა იოანე მამამთავრისა და მოიყვანა კეთილად გამძრახველი იგი დიაკვანი და აკურთხა ხუცესად, ანუ მღვდლად რამე თუ ღირსი იპოვა იგი წინაშე მისსა.